კვირას ჩაანაცვლა მოჰამედ ალიევმა. ისე ორი პოლისი უპირისპირდება ერთმანეთს. ნახოთ. ჭიდაობა სტრაიკინგის წინააღმდეგ. პირველი შეცდომა დაიცვა ახლა. გამგონიძემ. კარგად ჩაჯდა ქვევით. და დაუჭირა ფეხი ალიევმა და პირველი უჭირავს. კი, პირველი ტეიქდაუნი საკმაოდ კარგად წამოიღო. თუმცა წამოდგა ახლა. წამოდგომა სნილობს. და შეკრა, მაგრამ გაექცა. კარგ სწორად მოიცა ალიევი რო არ ჩავარდა. ნახოთ რა შემოგთავაზეს პარტერში გამგონიძე. როგორ არის მომზადებული ჭიდაობისთვის. კალიას იყენებს გადავიდა ჰალფგარდში. ალიევი შეიძლება მარცხენა ხელით მუშაობაც. ცუცემეთი გავიდა. იაქტიურობს ალიევმა. ხელები აქვს. დაჭერილი და ვერ მუშაობს ფიზიკურად ალიევი, ახლა შეიძლება აფეთქება. ნახევარი რაუნდი გავიდა. შესაძლებელია ახლა საბმიშენზე ასვლა, თუმცა ალიევი წამოდგა და მიაყენა რამოდენიმე დარტყმა, აი ხელის ალედა საკუთრები არ გამოვა. ძალიან მაღლა იდგა, სწორად იმუშავა ალიევმა, ხა შეიძლება აქეთ ხისამუთხეზე გადასვლა. გაიუნჯობესა პოზიცია. ალიევის შესრულებით, თუმცა გალიაუშლის ხელს ამოიღო თავი საით კონტროლში. აი გალიაუშლის კი შეიძლება და გადასვლა. ტრიანგლზე ძალიან კარგი ნიომბელი შეიძლება. აი კარგი ცელობა. ამოტრიალების ოჩახ, მაგრამ კარგად იცავს თავს. მოჰამედმა ალიევი იჭერს პოზიციას. აი ხა ამერიკანა შეიძლება აიქცა. იგძნო საფრთხე. გამგონიძემ გარჩა 30 წამი. მიაქვს ეს რაუნდი ცალსახად ალიევს თავისი ჭიდაობის ხარჯზე და ფაქტიურად თამათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რაუნდი 100%-იანი უპირატესობით გაქვითა ალიევმა. რაუნდი მოიგო. არც ყოფილა პრაქტიკულად დგომში. ისე ვიგივე სურათი. ნახოთ სამძლეობით ჭიდაობასთან და როგორ არის რაუნდში რა შემოგთავაზებს გამგონიძის კუთხე. დაიწყო რაუნდი. ნახოთ. აი პირველი დარტყმა. აპკიკი. კუთხესთან გამოიჭირა ალიევმა. და შეიძლება ძალიან კარგად გადაიყვანა პარტერში, სხეულის მასი და კარგად ჩავიდა single leg-ში და გადაიყვანა პოზიციაზე. ცოტა იჩქარა გამგონიძემ დარტყმები. კონტროლი, აი ხა half guard-დან გვაქვს ჩვენ
ბრძოლის განვითარება შეიძლება ეხლა რამოდენიმე მიმართულებით გადასვლა როგორც მაუნტზე ისევე საიდზე და გადავიდა საიდ კონტროლში. იჩქარა ნამდვილად. კი, დაიწყო დარტყმები და მე თვითონ შეეკრა, ხო რა სიტუაცია იყო. ძალიან ახლოს მივიდა და ფაქტიურად თავარი არის დისტანციის კონტროლის ტაიმინგი. მარტო გადაყვანა, მარტო დარტყმით, აი სწორედ ეს სწორი მომენტი გამოიყენა ანკალაევმა პერეირას. კი ბატონო. ახლა წამოდგენ მებრძოლები და მორიგი ხდება. ისერი უჭირავს, თუმცა ფეხებით ვერ აკონტროლებს და მაქიდან დახჭობა ძალიან რთულია. ალიევისთვის არ არის საშიში პოზიცია. აი ამოიღო თავი და კლეტკაზე ცდილობს ახლა გამგონეიძე. ხებით ასვლას. პირველ რაუნდშიც ეცადა, თითქოს გამოუვიდა, მაგრამ უბრალოდ კარგად გააკონტროლა. სიმაღლესთან შეფარდებაში ალიევს ძალიან მოქნილი სხეული აქვს და კარგადაც იყენებს მოწინააღმდეგის დასაფრესს. აი ხელი დაიჭერა. არა, გაიქცა ალიევი, გზნობ. გაიქცა, გამოცდილია მაინც უფრო. ეხლა შეიძლება ჩამოფერთხო და ზურგის აღება. კი, შეიძლება, უნდა გააკეთოს. გამგონიძეს გრძელი ფეხები აქვს, რაც გრეპლინგის საშუალებას აძლევს. მე სულ ოცნებობდი ხოლმე გრძელი ფეხები მქონოდა. პარტიაში ძალიან კარგია. მით უმეტეს თუ კარგად გახსნილი ხარ. გაწელილი, ასე ვთქვათ. ძალიან კარგად გამოიყენებ ბევრი ილეთის შესრულებას. კარგად გავიდა ალიევი დასარტყმელ პოზიციაზე, შეიძლება ეხლა ძიმე გრაუნდ ფაუნდი. ამერფისტებს დილობდა. კარჩა 15 წამი. ეს რაუნდიც ფაქტიურად ამ რაუნდის ბედის გადაწყვეტილია. ფაქტიურად შეუძლებელია ხა ამ მოკლე დროში. რამოდენიმე დარტყმა. სულ რაღაც 5 წამი. და მეორე რაუნდიც. მეორე რაუნდი მოჰამედ ალიევის სასარგებლო სუპერატესობით წარიმართა. ძალიან კარგად ჩაიყვანა. ეხლა გაჩვენებენ არბარის მცდელობას. შეიძლება ბოლო რაუნდი. დაიწყო მესამე რაუნდი. პატივისცემა გამოხატეს ბიჭებმა ეხოდის მიმარ, რაც მისასალმებელია. კარგი მარცხენა ჰეტკიკი. აი შევიდა. ბრავო. კარგად შევიდა. და გადაიყვანა კიდევ. აუცილებელია წამოდგეს ლურჯი კუთხე ჩაკვრა ბრაუს არანაირად აღარ შეიძლება ვაბანკზე უნდა წავიდეს როგორღაც უნდა წამოდგეს და ისე გომში მაქსიმალურად უნდა წამოდგმეთ გომში გააგზავნოს ეჭხობი გადატრიალებაზე უნდა წავიდეს მუშაობა აი მანდედან ფაქტიურად ადამიანის გათიშვა თუ ჩაკუჩა ძალიან რთულია მით უმეტეს გამოცდილია მისი მოწინააღმდეგე ასაკითაც დიდია სხვა გამძლეობა და სხვა ჯანი აქვს ალიევს კი ბატონო თუმცა საკმაოდ ძლიერი ბიჭი ჩანს გამგონეიძე ადვილად არ უთმობს პოზიციას აი ხლა სტილობს საბმიშენის მცდელობა მაგრამ გადაუვარდა ფეხი
დარჩენილია წუთნახევარი ზუსტად. და ამერფისტები არ ნებდება, გამგონი ძალიან მაგარი ბიჭი, პატივისცემის ქვევიდან იბრძვის. თუმცა ეს მომენტია, როდესაც დგომში მოჩხუბარი ხდება, მოჭიდავეს. ალბათ ჯობია რომ ეცადოს ადგეს და ის ენერგია გამოიყენოს ადგომაში და ეცადოს დგომში იჩხუბოს და რა ეხლა დახარჯოს უბრალოდ იმ დრო. დავეთანხმები შენს მოსაზრებას ნამდვილად. მაინც მეც ატარებს უფრო და კონტროლიც ალიევს შეეთვლება ალიევს უბრალოდ და უბრალოდ კონტროლება მეტი არაფერი არ იქნება. ალიევ რო არ ურტყამდეს და ქვევიდან ურტყამდეს გიორგი მაშინ კი ბატონო მაშინ მისი უპირატესობაა, მაგრამ ამ შემთხვევაში აღარ ცდილობს უკვე. შეიძლება დაიღალა კიდევაც მისთვის რთული პოზიციაა. ხაჭა 30 წამი. მესამე რაუნდის დასრულებამდე აქტიურობს. თუმცა მუშაობს ალიევი. რომ არ აყენოს საჭმა რაუნდს ჩვეულის სტილში. სუბუქი კონტროლი, სუბუქი დარტყმები და დროზე მუშაობა, რაც ჭკვიანური არის. ეს სამოყვარულო ენაა. ამ ხელთათმანი ფაქტიურად შეუძლებელია ნოკაუტი TKO-ს გაკეთება. და დასრულდა მესამე რაუნდი. დღევანდელი საღამოს მეოთხე ბრძოლა. ესეც დასრულდა decision-ით. მარტო ერთი ბრძოლაში ვიხდით ჩვენ სამნიშენი დროზე ადრე დამთავრება. აი ხაი მომენტი ქონდა. გამგონეიძეს, თუმცა დაბლოკა ეს. ძალიან კარგი ტექნიკი მაგნახეთ საოცარი შესვლა ლენგას მოკიდა ხელი. მაინც ჩაიყვანა ალიევმა სამივე რაუნდი ტაქტიკურად ის ნიშნის გარეშე მიითვალა, სწორად გამართა და გილოცავთ დიდი მადლობა ის გამარჯვებას. კვირიანი არ იყო ეს მომზადებული ალიევი, საერთოდ 61 კილოგრამში ჩხუბობს წესით. გიგაურის ბრძოლა უფრო საინტერესო იქნებოდა სანახაობრივად, იმიტომ რომ გიგაური საბაზისო მოკრივია, უფრო დგომში ჩხუბობს. The judges have scored this contest for the winner by unanimous decision, Muhammad Aliev. გაიმარჯვა მუჰამედ ალიევმა საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.